შესაძლებელია რომ ჩვენთანაც მოხდეს ეს თაობათაცვლა. აბსოლუტურად გასაგებია აქ ჩემ განცხადებიდან არანაირი პრეტენზია თუნდაც ნელის მიმართ თუ რატო არ ვიყავი ნაკრებში, რატო არ მიზახებს არ ყოფილა და არც არასდროს იქნებოდა და არც ყოფილა ჩემ კარიერის მანძილზე. მე კიდევ ერთხელ ვიძახი, ის არის თავარი მცნელი, ის წყვიტავს ვინ უნდა გამოიძახოს, მე პატივს ვცემ და ყოველთვის პატივს ვცემდი თავარი მცნელის გადაწყვეტილებას. მას აქვს ხელშეკრულება ფედერაციასთან, ის არის პასუხისმგებელი, ამისთვისაც გარკვეულ თანხებს იღებს, თავისთავად ცხადია, ის აგებს პასუხს, ის იძახებს ფეხბურთელს, ვისაც უნდა, ვისაც თვლის საჭიროდ, იგივე ახალგაზრდა თაობა თუ ასე შემდეგ, ვისაც არ თვლის საჭიროდ და არ უნდა, არ გამოიძახებს. ამაზე არ არის საუბარი. მე უბრალოდ საუბრობ იმაზე, რომ იგივე ჩემ შემთხვევაში თუ სხვა შემთხვევაში, იგივე ალექსანდრეს შემთხვევაში, კახას და ასე შემდეგ უამრავი შემთხვევა ყოფილა, რომ ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობს ეროვნულ ნაკრებში, ელემენტარულად შეიძლება მასთან ურთიერთობა ისე ჩამოაყალიბო, ისე დაემშვიდობო, ისე მიუდგე იმ ადამიანს, თუ თulis საჭირო. თუ ეხა ისინი არაფერს არ თვლიან საჭიროდ, ესეც მათი საქმეა, ანუ არავინ არ ავალდებულებს, რომ გინდა თუ არა ვიღაც ფეხბურთელს ამ შემთხვევაში მე ვიქნები თუ სხვა რაღაც მადლობა გადაუხადოს და დაემშვიდობოს თუ არა. ელემენტარულად არსებობს ფორმა, როდესაც გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი, რომელიც 15-16 წელი ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ამდენ თამაშს ითამაშებს, შეიძლება რომ დაელაპარაკო ადამიანს, აუხსნა და ღირსეულად დაემშვიდობა, არ არის აუცილებელი რაღაც განსაკუთრებული, გამოსამშვიდობებელი მატჩი ჩაუტარონ, რაღაც ღონისძიებები მოაწყო, არავინ არ უთხოვია იმათვის რაღაც ღონისძიებების მოწყობის. ელემენტარული ფორმა არსებობს, როცა შეიძლება ფეხბურთელს დაემშვიდობო, თორე